გასულ კვირას კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის დაბადების 90 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი საღამო რუსაველის თეატრში გაიმართა. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა მემკვიდრეობითობა კომპოზიტორის აღიარებული ოპერის მთვარის მოტაცების ფონზე გაიშალა. აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. სამი უდიდესი ხელოვანი კონსტანტინე გამსახურდია, ოთარ თაქთაქიშვილი და შოთა ნიშნიანიძე ყოველთვის გამოირჩეოდნენ უდიდესი სიყვარულით აფხაზეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დიდმა დრომ განვლო, ისინი თითქოს თავიანთი შემოქმედებით დღესაც მოძღვრავენ. დღევანდელი საღამო მართლაც ღირსშესანიშნავია და ამაღელვებელი. რამდენადაც მოხდა ჩვენ ყველას შეხება თემებთან, იმ საკითხებთან, რომელიც წამოჭრილია რომაში მთვარის მოტაცება და ასე შესანიშნავად აღჟღერებული ოპერაში, რომელიც დაწერა ოთარ თაქთაქიშვილმა. მე ვარ ოპტიმისტურ განწყობაზე, მე მჯერა რომ აი ეს ყოველივე უკალოდ არ ჩაივლის. და ეს ყველაფერი ჩვენ საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველოს კვლავ ერთიანი იქნება. სამი ქართველი ხელოვანის კონსტანტინე გამსახურდიას, ოთარ თაქთაქიშვილისა და შოთა ნიშნიანიძის ერთობლივი ნამუშევარი ოპერა მთვარის მოტაცება 1977 წელს ჯერ მოსკოვის დიდ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა და მან დიდი წარმატება მოიპოვა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მქონდა საშუალება მასთან მქონოდა შემოქმედებითი ურთიერთობა და როდესაც ის იყო საქართველოს კულტურის მინისტრი, ძალიან ყურადღებით გვექცეოდა ყველა დამწყებ მომღერალი იქნებოდა თუ მუსიკოსი, პიანისტი, მევიოლინე და გული შესწიოდა იმაზე, რომ ყველა ესე იგი ყოველ მხრივ ხელი შეეწყო ყველასთვის და მისი შემოქმედება რაც ჰქონდა ბუნებით ადამიანის მიცემული რომ მაქსიმალურად გამოემჟღავნებინა და მე და ზურაბ სოტკილავა ალბათ ეხლა რო იყო საქჩემს გვერდით ისიც იტყო და ჩვენი ესე იგი ჩვენ თუ დღეს რაიმეს მივახციეთ მისი ძალიან დიდი ღვაწლია ამაში. ძალიან კარგი საღამო შედგა. საღამო რომელიც ნამდვილად ეკუთვნოდა ჩვენს სახელოვან კომპოზიტორს, დიდ კომპოზიტორს ბატონ ოთარ თაქთაქიშვილს, დიდებულ პიროვნებას, დიდ მოღვაწეს. მის პერიოდში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა. გარდა იმისა, რომ თვითონ არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყო, კულტურას ხელმძღვანელობდა მთელი 20 წლის განმავლობაში და იმ პერიოდში ნამდვილი რენესანსი იყო კულტურის საქართველოში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ანსამბლი რუსთავი, მაყოლა ქასრაშვილი, ირინე შერაზადაშვილი, თემურ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე და სხვა ცნობილი შემსრულებლები. საღამოზე კომპოზიტორისა და წარმოდგენილი ოპერის შესახებ ისაუბრეს ანზორ ერქომაიშვილმა, გიზო ჟორდანიამ, თამარ წულუკიძემ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და მსახიობმა ელდინო საღარაძემ წაიკითხეს ნაწყვეტები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან მთვარის მოტაცება. არ შეიძლება ოთარ თაქთაქიშვილი არ გიყვარდეს, მისი მუსიკა არ გიყვარდეს, მისი აფხაზეთი არ გიყვარდეს. აი რა არის ისეთ მე ხშირად მithქვამს ხოლმე არიან ადამიანები, რომლებიც სოციალური რო ყოფილიყვნენ, ომი არ მოხდებოდა. აი ერთ-ერთ ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება ოთარ თაქთაქიშვილი. მე მადლობას ვწირავ უფალს დღევანდელი საღამოსათვის, სადაც გარდა იმისა, რომ მოვისმინეს გენიალური ოპერა ოთარ თაქთაქიშვილისა, ჩემი პატარა წვლილით შევიტანე დღევანდელი დღის კეთილად დასრულებაში.